გიორგი, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ და მოდი მაყურებლისთვის ვახსენოთ, აზერბაიჯანში იმდენად განვითარებული მოვლენები არა, რამდენადაც აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დაძაბულობის ესკალაცია ეკატერინბურგში, რუსეთის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქეების მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო აზერბაიჯანმა ნოტა გაუგზავნა რუსეთს, დაიბარა დროებითი სრულუფლებიანი წარმომადგენელი რუსეთისა, გააუქმა ყველა ღონისძიება, რომელიც რუსეთის ან კულტურის დღეებს ან რაღაც მსგავს ეძღვნებოდა, რუსეთის ოფიციალური პირების ვიზიტები უქმა ალიევის ბრძანებულებით ორი აზერბაიჯანელი არის დაღუპული პოლიციელების სასტიკი ცემის შედეგად და ათეულობით კი არის ძალიან ნაცემი და საპატიმროებში არიან. ესეც მნიშვნელოვანია რომ აღინიშნოს ჩვენს რეგიონს სამხრეთ კავკასიაში სურათის თვალსაზრისითაც. საინტერესო იყო ის რომ დღეს ფაშინიანს მოვისმინეთ რომ მაკრონთანაც ჰქონდა საუბარი. მოგვიყევი რა ხდება ახლა სომხეთში, რამდენად არის ეს ვიწრო შიდა პოლიტიკური თუნდაც ეკლესიასა რაღაც ჯგუფსა და მთავრობას შორის დაპირისპირების საგანი. მოგესალმებით გიორგი, ეს რა თქმა უნდა არის ფართო გეოპოლიტიკური პროცესი და უკავშირდება რუსეთის გავლენებს სამხრეთ კავკასიაში. რუსეთისთვის პირველი ამოცანა დღეს არის სწორედ ფაშინიანის ხელისუფლების შეცვლა. იმის შემდეგ რაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით მთლიანად აიღეს კონტროლი საქართველოზე, ერთადერთი სერიოზული წინააღმდეგობა აქვს დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით რჩება სწორედ ფაშინიანის ხელისუფლება. სწორედ ამიტომ სომხეთში ყველა რესურსი ჩართო რუსეთმა, რაც კი მას ეს იყო როგორც პოლიტიკური ძალები, ყოფილი ხელისუფლების, ასევე რა თქმა უნდა ჩართული არის რუსი ოლიგარქები, როგორც არის სამվել კარაპეტიანი, ჩართული არის ძალიან აქტიურად დაშნაკ ცუცუნი, როგორც რუსული სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაცია და ეკლესია. ძირითადი აქცენტი გაკეთდა სწორედ ეკლესიაზე, იმ მხრივ რომ მას გააჩნია ყველაზე მეტი რესურსი და რეიტინგი, როგორც ინსტიტუტს, რომ შეძლოს სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება. რა თქმა უნდა ეს ფართო პროცესი ბატონი კარაპეტიანი, როგორც მე ვთქვათ, გადავამოწმე ნახე, თავად სომხეთში წინა წლების განმავლობაში აქტიურად არც ჩანდა და არც საქმიანობდა. თუმცა ელექტროსისტემაში და ძალიან მსხვილ ობიექტებში ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილეობა ჰქონდა საკუთრების თვალსაზრისით, მაგრამ აი ბოლო ხანებში მისი აქტივობა შეიმჩნეოდა კიდეც და მათ შორის მისი საქველმოქმედო აქტივობები, მათ შორის სომხური ეკლესიების რესტავრაციასთან დაკავშირებითაც. რის თქმა მინდა იცი რომ ბევრი პარალელი ტიპდება ალბათ დროების მაყურებლის თვალშიც და ყურშიც, როდესაც აი ამ კონკრეტულ ისტორიებს ვისმენთ, როგორ მოქმედებს რუსეთის სპეცსამსახურები საზღვარგარეთ და ამ მხრივ შეიძლება რაღაც გარკვეული ასოციაციები საქართველოს წარსულთან და აწმყოსთანაც გაგვიჩნდეს. თუმცა თავად სომხეთისთვისაც აბსოლუტურად უპრეცედენტოა დაპირისპირების ის ხარისხი და მასშტაბი, რომელსაც ადგილი აქვს საერო ხელისუფლების პირველ პირსა და ეკლესიის წინამძღვარს შორის და ეს ცხადია მარტო ამ ეკლესიის წინამძღვარის პირად ცხოვრებას არ უკავშირდება ეს ჩემი აზრით არც უნდა იყოს მთავარი განხილვის თემა, ხო? აშკარად სომხური ეკლესია ძალიან ღრმად შევიდა პოლიტიკურ პროცესებში. სომხურ საზოგადოებაში როგორი რეაქცია აქვს ამაზე, იმიტომ რომ სომხური საზოგადოებაც მეტწილად მორწმუნე საზოგადოებაა და ამავე დროს ფაშინიანსაც სერიოზული მხარდაჭერა აქვს თავის ეს თქვათ ევროპული მისწრაფებისა და სომხეთის ახალი გეოპოლიტიკური ასე თქვათ გადათამაშების პროცესში. სომხურ საზოგადოებაში დღეს აქტიურად განიხილება ის, რომ ივანიშვილი ორი გეგმა ჩაიშალა. და ეს არის სწორედ სამվել კარაპეტიანის გეგმა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ აი ეს ბრენდინგი, რომელიც მას შეუქმნეს ქველმოქმედის, თავის დროზე, მათ შორის ეკლესიასთან კავშირის და რომლის მეშვეობითაც პირდაპირ მან განაცხადა, რომ პოლიტიკაში შედის პრაქტიკულად და ეკლესიას მხარი დაუჭირა და დაუპირისპირდა ფაშინიანს თქვა, რომ არალეგიტიმურები არიან. ამის შემდეგ ხელისუფლება მიიღო უპრეცედენტო ნამდვილად გადაწყვეტილება, რომ დააკავონ სამվել კარაპეტიანი იმ მხრივ, რომ აი ამ საქმეში
რომელიც ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ასე ვთქვათ შესწავლის საგანი არის, იკვეთება რომ სამველ კარაპეტიანი აპირებდა შუქის მთლიანად ქვეყანაში გათიშვას იმ დროს, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება უნდა მომხდარიყო, რადგანაც ფლობს მთელ ენერგოსისტემას სომხეთში. ახლა ფაშინიანის ინიციატივით ენერგოსისტემა გადავა სახელმწიფო საკუთრებაში და პრაქტიკულად შეიზღუდება ყველა ეს შესაძლებლობა. იგეგმებოდა პრაქტიკულად სამხედრო აჯანყება, დაკავებული არის გენერალი, ისევე როგორც დიდი ოდენობის იარაღი არის ამოღებული და პრაქტიკულად მოქმედი სამხედრო გენერალია დაკავებული თუ გადამდგარი გენერალი? არა, საუბარია მოქმედზე, როგორც ვიცით, თუმცა დეტალები ამის შესახებ ჯერ კიდევ ცნობილი გახდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ასევე, რომ პარალელურად ჩვენ ხედავთ უპრეცედენტო ცვლილებას. შეგახსენებთ, რომ სანამ ეს სპეცოპერაცია დაიწყებოდა, იმ დღეს გადადგა სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი აბაზიანი და დიდი ალბათობა არის იმისა, რომ მან უარი განაცხადა ამ სპეცოპერაციის ჩატარებაზე, რადგანაც მას გააჩნია და ჰქონდა კავშირები რუსეთის FSB-სთან. ეხლა ეს სპეცოპერაცია გამართა ახალგაზრდა 36 წლის ახალგაზრდა გენერალ-მაიორმა და რომელიც დაბადებულია პრაქტიკულად უკვე დამოუკიდებელ სომხეთში და მხოლოდ სომხური განათლება გააჩნია და ფაშინიანმა ეს ადამიანი დანიშნა ეხლა სომხეთის სუსის ხელმძღვანელად და ეს არის უპრეცედენტო ცვლილება. სომხეთის ისტორიაში პირველი სუსის ხელმძღვანელია, რომელიც არ არის დაკავშირებული რუსეთის სპეცსამსახურებთან. ამიტომ დაწყებულია მასშტაბური განთავისუფლება რუსული სპეცსამსახურების გავლენებისგან, რომელიც გულისხმობს არა მარტო რუსული სპეცსამსახურების, სხვა შორის ფაშინიანი ამ ხრივ ძალიან საინტერესო მოთამაშეა, იმიტომ რომ ის ბოლომდე ცდილობდა და ახლა ცდილობს ღია კონფრონტაციაში არ შევიდეს რუსეთთან, მათ შორის ფორმალურად ინარჩუნებს მონაწილეობას ყველა იმ ორგანიზაციაში, რომლის მიმართაც ღიად საჯაროდ გამოუხატავს ნეგატიური დამოკიდებულება პოზიციები განსაკუთრებით აზერბაიჯანთან ბოლო ომის შემდეგ, ხო? მაგრამ მაინც ცდილობდა არ გადაედგა ისეთი ნაბიჯები იმ ფორმატებში, რომ რაღაც დამატებითი საბაბი თითქოს მიეცა, მაგრამ ახლა ეს პროცესები აჩქარდა. ცოტა უხეშად რო ვთქვათ, რა მიცა უფრო მეტი გული სომხეთის პრემიერ-მინისტრს. ეს არის ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი მხარდაჭერის კიდევ უფრო მეტად ზრდა. ეს არის ევროპელი, ამერიკელი პარტნიორების გააქტიურება და ხელშეწყობა გარკვეული გაგებით. ეს არის მათ შორის თურქეთთან სრულიად ახალი ტიპის ურთიერთობების რევოლუციურად, ანუ გარღვევაა, ხო? ეს არის ერჯერადი შეხვედრა, მაგალითად პირველ პირებს შორის, ამას მე მივადევნე თვალი მოყვა რამდენიმე მინისტრის ჩასვლა, მათ შორის ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის და ასე შემდეგ და რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტიც დაანონსდა თურქეთსა და სომხეთს შორის, ხო? ანუ ყველა მიმართულებით აქტიურობს ფაშინიანი და ვიცით რომ თავად აზერბაიჯანთან მიმართებაშიც როგორც ჩანს მალე შედგება ეს დიდი სამშვიდობო შეთანხმებაც, ასე ვთქვათ. აი რა მიცა ეს გული ფაშინიანს ასეთი აქტიურობისთვის? დღეის მდგომარეობით ყველაზე დიდი საფრთხე სომხეთის სუვერენიტეტისთვის არის სწორედ რუსეთი და იმისთვის რომ გააძლიეროს სომხეთმა თავისი სუბიექტურობა, სწორედ ამ მიმართულებით მიდის ახლა თურქეთთან უშუალო და პირდაპირ კომუნიკაციაზე და პრემიერ-მინისტრი ფაშინიანის ვიზიტი სტამბულში, სადაც პრეზიდენტ ერდოგანი შეხვდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა ამ მიმართულებით. სომხეთი აღარ საუბრობს თურქეთთან რუსეთის გავლით, რაც ისტორიული შეცდომა იყო ყოველთვის და რუსეთი ამით ბოროტად სარგებლობდა. ახლა უკვე სომხეთი ცდილობს თანასწორი ურთიერთობები ჩამოაყალიბოს, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით, თურქეთთან და პირიქით თურქულთან გაუმჯობესების ფაქტორიც გამოიყენოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ფონზე. ეს რა თქმა უნდა, თავის მხრივ თურქეთის ინტერესებში შედის, რადგანაც ამ მხრივ ის ვითარება, რომელიც ირანში არის ახლა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ზოგადად სომხეთთან და სომხეთის გავლით აზერბაიჯანთან კომუნიკაციებს და პარტნიორობას. თუმცა საერთო ჯამში სომხეთისთვის გასაგები გახდა, რომ მნიშვნელოვანი არის რომ სომხეთი ესაუბრებოდეს რუსეთს თუნდაც და არა სომხეთის შიგნით რუსული აგენტურა იყოს, რომელიც რუსეთთან გამართავს მოლაპარაკებებს. ამიტომ პრემიერი ფაშინიანი რუსეთთან კი არ აპირებს ურთიერთობების გაწყვეტას, არამედ აპირებს შიდა აგენტურული ქსელის განადგურებას იმისთვის, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებზე ზურგიდან არ დაარტყან და შეძლოს უკვე თანასწორი, ასე ვთქვათ, ურთიერთობის ჩამოყალიბება, როგორცაც ცდილობს ყველა დანარჩენთან. თან იმ პირობებში, როდესაც საქართველოსთან ძალიან რთული
ნამდვილი ვითარება არის შექმნილი სომხეთისთვის და ეს ძალიან კარგად ესმით. არ უნდა დაგვარიცხოს. აი საქართველოსთან დაკავშირებით, რატომაც მედიამ იმდენად აქტიურად ვერ მივადევნე თვალი და აი ბოლოს 3 კვირის განმავლობაში აქტიურად იდგა სომხურ მედიაში სომხური ალკოჰოლური პროდუქციის, ასე ვთქვათ, ტრანზიტის პრობლემა. რაში იყო აქ საქმე და რაიმე ხელოვნურ შეფერხებებს აქვს რამე ადგილი ჩვენი მხრიდან თუ რამდენად ხართ საქმის კურსში? აპრილის შუა რიცხვებიდან პრაქტიკულად დაიწყო მასშტაბური შეზღუდვა ალკოჰოლზე. რა თქმა უნდა, თავდაპირველად ცდილობდით და სომხური მხარეც ძალიან აქტიურად ცდილობდა, რომ ასე ვთქვათ, კვეთრი შეფასებები არ გაკეთებულიყო და გარკვეულიყო თუ რაში არის საქმე. თუმცა ჩვენ ალბათ მომავალში, უახლოეს მომავალში დავინახავთ დინამიკის ცვლილებას ამ მიმართულებით, რადგანაც ბოლო ინფორმაციით, რომელიც მე გამაჩნია, ეხლა უკვე ალკოჰოლს მიემატა თევზი და ყვავილები და პრობლემა არის შექმნილი მთლიანად ექსპორტზე, აი ამ უკვე მთელი რიგი პროდუქტის. სავარაუდოდ რა ანალიზიც მე მაქვს მათ შორის სომხური ანალიტიკური წრეებიდან, ეს არის მიზანმიმართული რუსეთის ნაბიჯი, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების გამოყენებით იმ ხრივ რომ აი სომხეთზე რომელიც რუსეთისგან თავისუფლება მოახდინონ ზეწოლა და ზოგადად სომხეთში ხედავენ იმ პროცესებს სადაც საქართველოში ხდება ეხლა გადახვევას ევროპული გზიდან ამავდროულად ავტორიტარიზმის დამკვიდრებას როგორც ღია ბრძოლას მათ შორის სომხური ევროპული ინტეგრაციისთვის იმიტომ რომ შეგახსენებთ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი რომელიც გაფორმდა საქართველოს და სომხეთს შორის გულისხმობს ერთობლივ ევროპულ ფასეულობებს და ზოგადად როცა სამხრივი შეთანხმება მოხდა ბრიუსელში 2024 წლის 5 აპრილს მაგალითად პრემიერი ფაშინიანი ურსულა ფონ დერ ლაინი და ბლინკენი ერთმანეთს შეხვდნენ და შეთანხმდნენ რომ სომხეთი პრაქტიკულად გავა ყველა რუსული ორგანიზაციიდან მათ შორის ევრაზიული კავშირიდან იმისთვის იმ ვითარებაში რომ მისთვის მოხდება მიწოდება შესაბამისი ყველანაირი დახმარების საქართველოს გავლით და მაგის შემდეგ ხდება საქართველოს გადახვევა მათ შორის ამ კურსიდან. ფაშინიანი ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ, მაგრამ ძალიან სარისკო გზას ადგას. რა თქმა უნდა, ამხელა გარდამტეხი გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკური ლიდერისთვის რისკების გარეშე არ არსებობს, მაგრამ ყველა შემთხვევაში გადამწყვეტი ყოველთვის არის ხოლმე საზოგადოება, რომელიც მხარს უჭერს მას ამაში, ან წამოიგება რაღაცა ტიპის თუნდაც საგარეო. როგორ ფიქრობ, შეძლებს ფაშინიანი აი ამ თავისი სტრატეგიის ბოლომდე მიყვანას? ხო არ არსებობს რამე ან სოციოლოგიური კვლევის შედეგები ან რაიმე მსგავსი, რასაც შეიძლება დავეღვოთ? უნდა ვთქვათ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მას მხარს უჭერს და მათ შორის დღევანდელი ზარი პრეზიდენტი მაკრონის, რომელმაც ღიად თქვა, რომ სომხეთის დესტაბილიზაციის წინააღმდეგ არის საფრანგეთი და მხარს უჭერს, სოლიდარობას უცხადებს პრემიერ ფაშინიანს, რა თქმა უნდა, ამყარებს პრემიერ-მინისტრის ფაშინიანის პოზიციები. თან ამას ემატება ის, რომ სომხურ საზოგადოებაში გამიჯნულია ერთმანეთისგან ნდობა ეკლესიისადმი, როგორც ინსტიტუტისადმი, აბსოლუტური უმრავლესობა თავს ასოცირებს სწორედ სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან. მაგრამ ნდობა კტრიჩ ნერსისიანისადმი, ანუ იმ პირისადმი, ვინც უკანონოდ იკავებს ამ კათოლიკოს პატრიარქის პოზიციას, არის ძალიან მცირე, უმნიშვნელო შეიძლება ითქვას და რა თქმა უნდა, ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ საზოგადოებას ესმის თავის დროზე სახელმწიფო გადატრიალების შედეგად რა ვითარება შეიქმნა. ესმის, თუმცა ეს პირველ რიგში რა თქმა უნდა, თავად სომხური სამოციქული ეკლესიის შიგნით გადასაწყვეტი თემა, თუმცა როცა შიგნით ვამბობ, ეს არ ნიშნავს საზოგადოების ასე ვთქვათ დისტანცირებას, იმიტომ რომ მრევლი თავად არის ამ ეკლესიის ნაწილი და შიგნით გადაწყვეტა ზუსტად ეს იგულისხმება. ძალიან დიდი მადლობა უთხრათ გიორგი ტუმასიანს საინტერესო მიმოხილვისთვის.